მოგესალმებით ბატონო ვახო, რა თქმა უნდა, დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილებით საპატრიციო სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა და გააგრძელა ეს პოლიტიკური დევნა, რომელიც მიიღო პირველი ინსტანციის სასამართლომ, ეს პოლიტიკური დევნა გრძელდება სამწუხაროდ. არანაირი შეხებულობა საერთოდ სამართლიანობასთან და დასაბუთებული გადაწყვეტილებასთან არ ქონდა დღევანდელი გადაწყვეტილებას, ვინაიდან მოსამართლე სათათბირო ოთახშიც კი არ გავიდა და რაღაც გარკვეული დროც კი არ დაუთმო, რომ კიდევ ერთხელ შეეჯარებინა ის ინფორმაცია და ჩვენი პოზიციები, რომელიც არის ძალიან საფუძვლიანი, ძალიან შეჯერებული და სხვადასხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მტკინდება და დასტურდება, რომ ყველა ეს პირი და მათ შორის ვეფხე კასრაძე არიან უდანაშაულებები და სასამართლოს მხრიდან და ყოფილიყო მიღებული ერთადერთი გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ გამართლებულები. თუმცა მოლოდინი ამის არ ქონდა. დიახ, მოლოდინი არ ქონდა, ნაკლები ქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ როგორი არსებითი დარღვევითაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, გამომტყუნებელი გადაწყვეტილება და შემდგომ როდესაც ვრცელდებოდა, გრძელდებოდა აი ამ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში, ჩვენ ნაკლები მოლოდინი ქონდა, თუ რა თქმა უნდა ჩვენ ადვოკატები ყოველთვის ვცდილობთ, რომ ადვოკატის სტანდარტი დავიცვათ და წინასწარ შეფასებები არ გავაკეთოთ, თუმცა აი ამ ესე იგი გამოკვლევის პერიოდში და ჩვენი პოზიციების წარდგენის პერიოდში დღითიდღე წმუნდებოდით, რომ და მით უმეტეს 11 პერიან საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გვარწმუნებდა იმაში, რომ სამწუხაროდ პოლიტიკური დევნა იქნებოდა გაგრძელებული ამ საქმეზე. კი ბატონო, აქაც მე საერთოდ ხშირად მიწევს ამ შეკითხვის დასმა, მათ შორის სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილებები საშუალო ზომები ბევრ სხვა საქმეზე და აქაც ძალიან გავს ერთმანეთს, თითქოს აი რაღაც სქემა არსებობს, რომ რაღაც ჯგუფს ამდენი, სულ ყველას დანარჩენს ამდენი, ეს კოლექტიური გადაწყვეტილება, როგორ ფიქრობთ, აი რაღაცნაირად პოლიტიკური განცხადებები, რომელიც კეთდება და ის არის უკვე სატელევიზიო ეთერებში მიკროფონებთან ქართული ოცნების წარმომადგენლების განაჩენი და შემდეგ ეს წლები როგორ დგება, აი მაინტერესებს კონსტრუქცია როგორია საერთოდ ამ გადაწყვეტილებების. რა თქმა უნდა, ბატონო, ხო ეს არის კოლექტიური პასუხისგებლობა და ხელისუფლებას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ეს ადამიანები ყოფილიყვნენ დასჯილები. მნიშვნელობა არ ქონდა ხელისუფლებისთვის ამ შემთხვევაში სასამართლოსთვის, რომ კონკრეტულად ამ პირმა ჩაიდინა თუ არა დანაშაული და დასტურდება თუ არა დანაშაული ქმედების ჩადენა. მიზანი იყო ის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც გამოხატავდნენ პროტესტს კონსტიტუციის ფარგლებში, ეს ადამიანები უნდა დასჯილი იყვნენ, იმიტომ რომ გამხდარიყვნენ სამაგალითო. და ამის თქმის საფუძველს მაძლევს არა რაიმე პოლიტიკური განცხადებები და პოლიტიკური ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს, არამედ ის სამართლებრივი პროცესები, რომელიც ჩვენს თვალწინ, ადვოკატების თვალწინ მიმდინარეობდა სასამართლო პროცესში. აი როგორ მიმდინარეობს ეს, როდესაც თქვენ ამ დასკვნას აკეთებთ, აი ჩვენც მოგვიყევით ეს სამართლებრივი საკითხები აუდიტორიისთვის მაქსიმალურად გასაგებად, ხო? აი მიხვედით გარკვეულ დასკვნამდე, ჩვენც მივედით ამ დასკვნამდე, როგორც პოლიტიკური განცხადებები, მაგრამ მესმის ადვოკატი ხარ და სამართლებრივ ნაწილში უნდა ისაუბროთ უფრო მეტად და ზუსტად ეს მაინტერესებს სამართლებრივ ჭრილში ახსნილი ეს უკანონობა და უსამართლობა, რაც შემდეგ განაჩენში გამოიხატება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და საქართველოს კონსტიტუცია ცალსახად ადგენს, რომ პირის გამომტყუნებელი განაჩენი უნდა იფუძნებოდეს შეთანხმებულ, შეჯერებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ეს ნიშნავს იმას, რომ არა რაღაც კონკრეტულ მტკიცებულებას, უნდა არსებობდეს მტკიცებულებათა ერთობლიობა და ავალდებულებს კანონის სასამართლოს, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღოს გამომტყუნებელი გადაწყვეტილება. მე როგორც პირადად ვეფხე კასრაძის ადვოკატი ვისაუბრებ უშუალოდ ვეფხე კასრაძის ადვოკატთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ, რომ საქმეზე იყო ერთადერთი მტკიცებულება წარდგენილი ვიდეო მასალა, რომელიც იყო დამონტაჟებული და თვითონ სასამართლო პროცესებზე ბრალდების მხარის მიერ გამოძახებული მოწმეები ადასტურებდნენ, რომ ეს ვიდეო მასალა არის დამონტაჟებული. შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, უბრალოდ ეს არის ვიდეო მასალა, რომელიც პროპაგანდისტულმა იმედმა გაავრცელა და აქ ლაპარაკია ვასილ კაძილაშვილთან დიალოგზე, ხო? და ვასილ კაძილაშვილთან როგორც პროკურატურა და შემდეგ ამის საფუძველზე წარდგენილია ეს ძალადობის ორგანიზაცია.
ანალიზების კუთხით ბრალი. აი მე მაინტერესებს ეს ძალიან საინტერესო თემაა. მე მაინტერესებს რა არის ეს ვიდეო ჩანაწერი საერთოდ, რას გვიყვება ის და ეს დამონტაჟებული რამდენად ხშირი წვეტა ვთქვათ და რამდენად არის შეიძლება იყოს ეს სამართლიან სასამართლოში რაიმე ტიპის მტკიცებულება. თქვენ ახსენეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა, მაგრამ ახლა გამოყავით ეს როგორც ერთადერთი ხო? ერთადერთი მტკიცებულება. ანუ რაიმე ერთობლიობა კი არ არის ერთადერთი მტკიცებულება, რა ხარვეზები აქვს ამ მტკიცებულებაზე, შეგვიძლია თუ არა ის საერთოდ როგორც მტკიცებულება განვიხილოთ. აღნიშნული ვიდეო ჩანაწერში, როგორც პროკურატურა ამბობს, საუბარი არის ჩაწერილი, რომელიც არის ამ შემთხვევაში ვასილ კაძილაშვილი და ვეფხია კასრაძე, როგორ გეგმავენ ვითომ და კონკრეტულ პირებზე თავდასხმას. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ბრალი წარდგენილი ჰქონდათ 225 მუხლის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, რომელიც განხორციელდა საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციების პერიოდში. თუმცა ჩანაწერის შინაარსი, როგორც გაშინაარსებული იყო ბრალდების ხარის მიერ, ეხებოდა კონკრეტული პოლიტიკოსის, ოჯახის წევრების საკუთრებასთან დაკავშირებულ რაღაც ძალადობრივ ქმედებებს, რომ თითქოს დაზიანებული იყო კონკრეტული პოლიტიკოსების, ოჯახის წევრის საკუთრება სხვადასხვა ადგილზე, რომელიც არანაირ შემხებლობაში არ არის, თუნდაც საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან და აქციებთან დაკავშირებით. ასევე საუბარი არის რამდენიმე ადგილზე ეგრეთ წოდებული ბენზინის მისხმა შპრიცით, რაც არ უნდა კომიკურად შეღერდეს, რომ ვიღაცა აფიქრდა, რომ მივიდეს და შპრიცით მაგალითად მიასხავს ბენზინი და წაუკიდოს ცეცხლი. შინაარსი ეს არის, ბატონო ვახო, თუმცა აქ არის მნიშვნელოვანი, რომ ცალკე აღებული, ჯერ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის არაავთენტური მტკიცებულება, იმიტომ რომ ვერ დგინდება გამოძიების ეტაპზე ვერ დადგინდა კონკრეტულად ეს ჩანაწერი როდის არის განხორციელებული, რომელ წელს და ვის მიერ არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ორიგინალი კანონოდ მოპოვებულია ამ ეს ჩანაწერი, ვინ გადაიღო ამას ბრალდება ამბობს და რამდენად შეიძლება ეს გამოდგეს როგორც მტკიცებულება. ბრალდების მხარე ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დაიწყო მოკვლევაო, მაგრამ ჩვენ ვერ მივაგენით იმ პირს, რომელმაც ეს ვიდეო ჩაიწერა და გადაიღო. მაგრამ ოდესაც ჩვენ ვეკითხებით, რომ საგამოძიებო ორგანომ რა მოქმედებები განახორციელა, რომ მიეკვლია ამ პირისთვის, არანაირი ინფორმაცია არ არის ამასთან დაკავშირებით, რომ რაიმეს მაინც ეცადა. ეს არის ტელეკომპანია იმედზე გავრცელებული ვიდეო მასალა, რომელსაც პროკურატურამ არც კი ჩათვალა საჭიროდ, რომ ტელეკომპანია იმედისთვის მიემართა წერილობით და დაედგინა საიდან მოხდა აღნიშნული ვიდეოკამერა და როგორ მოხდა ტელეკომპანია იმედის ხელში და როგორ გამოქვეყნდა უკვე დამონტაჟებული ვიდეო. ანუ გააკეთეს ასეთი რამ და წარწერები. გააკეთეს ასეთი რამ, მოდი, ვარაუდის დონეზე ვიტყვი, თუმცა მტკიცებით ფორმა შემიძლია გითხრათ. ხო, მეც რაღაცნაირად მგონია, რომ სწორია ეს დასკვნა, რასაც ახლა ვიტყვი. ეს ჩანაწერი რომელიც არის ამასთან დამონტაჟებული, ხო მასეა დამონტაჟებული, მოპოვებულია უკანონო გზით, არის დამახინჯებული, შემდეგ ეს შესაბამისმა სამსახურებამ მიაწოდეს ტელეკომპანია იმედს, უთხრეს რომ გავუშვით ეთერში და პასუხიც არ მოგეთხოვებათ, იმიტომ რომ იტყვით, რომ თუ კი მოგვიწია რომ სადმე დაგიმაროთ, რომ ეს წყარო მოგვაწოდა, ხო? აი ეს კონსტრუქცია სწორად მსჯელობ ამ შემთხვევაში. ვარაუდის დაშვების შესაძლებლობა გვაქვს ამ მხრივ, თუმცა ვარაუდზე უფრო მეც გეტყვით მტკიცებით ფორმაში, როდესაც ჩვენ ვკითხეთ პროკურატურას, რომ საგამოძიებო ორგანომ რა გააკეთა, რომ დადგენილიყო, რომ ეს ვიდეო ჩანაწერი ვინ ჩაიწერა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იმ ვიდეოკამერა და ჩანაწერი მოპოვებული არ არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიყურადების კანონის ფარგლებში, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები ვისაც ტარდება და კონკრეტულ პირთან მიმართებაში ჩაწერა ხდება, აუცილებელია სასამართლო გაჩინება. კი ბატონო, ანუ ეს არ აქვს შესაბამისად, რა თქმა უნდა, რომც ყოფილიყო, თუმცა ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ვიდეო ჩანაწერი არის არაავთენტური, დამონტაჟებული და საერთოდ ვერ დგინდება. არის თუ არა ვეფხია კასრაძის და კაძილაშვილის ხმა საერთოდ ამასთან დაკავშირებით, რომელ რიცხვში, რომელ წელს იქნა ჩაწერილი აღნიშნული ვიდეო მასალა. რა კავშირი აქვს ამას საერთოდ იმ ბრალთან, რაც არის წარდგენილი ორგანიზება? ზუსტად ამას ვეკითხებოდი ჩვენ პროკურატურას და თითოეულ მოწმენ პოლიციელს და მთავარ გამომძიებელს თუ არა მთავარ გამომძიებელს, ვინც იყო სასამართლოში მოსული, ჩვენ ვკითხეთ, რომ აი ამ ვიდეო ჩანაწერში რა ასე ვთქვათ, ტიტრებიც არის გამოქვეყნებული, რა გაშინაარსებულიც არის და ისმის, ხო? ამასთან დაკავშირებით ვინმე პოლიტიკოსი ხო არ დაზიანებული? პასუხი იყო, რომ არა. რომელიმე პოლიტიკოსის ქონება ხო არ დაზიანებულა და ხო არ დაიწყო გამოძიება? არა. ანუ ნებისმიერ
ნებისმიერი, ანუ არავითარი, აი ამ ვიდეოში რა ჩანაწერიც არსებობს და გვეუბნება პროკურატურა, რომ ეს ჩანაწერი არის ავთენტური, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ არის ავთენტური, დაუშვათ ერთი წუთითაც რომ ავთენტური იყოს. თვითონ ცალკე აღებული ეს საუბარი არ შეიცავს დანაშაულების დაუშვათ ავთენტური იყოს, დაუშვათ ავთენტური იყოს, ბატონო. ამ დაშვების პირობებშიც კი მე და თქვენ თუ ვისაუბრებდით და გვექნებოდა რაიმე მსგავსი საუბარი ერთმანეთში. ამას რა კავშირი აქვს ორგანიზებასთან? ორგანიზება ხომ ფართო ცნებაა, რომელიც უნდა მოითხოვდეს იქ კიდევ ჩართულობას რაღაცა ბევრ რამეს უნდა მოიცავდეს. ეს მინდა რომ გავშალოთ ახლა კიდევ. ასევე მნიშვნელოვანია ეს საკითხი, რომ ცალკე აღებული ეს რომ ავთენტურის რო ყოფილიყო, ჩვენ ვთქვით რომ ამას დანაშაულის მომზადების კვალიფიკაციაც კი არ შეიძლება მიეცეს და საერთოდ საუბარი ზედმეტია რომ ორგანიზებული რაღაც შეთანხმებული ჯგუფის მიერ განხორციელებული მოქმედებებთან მქონდეს საუბარი. და სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლომ ეს თქვა ბატონობა ხო, რომ 225 მუხლისთვის აუცილებელია მთელი რიგი კომპონენტები და კრიტერიუმები, რომ იყოს ძალადობრივი ჯგუფური, ესე იგი დანაშაულის განხორციელება და ამის ორგანიზებაო. ამიტომ ეს მაკვალიფიცირებული გარემოებებიო შეთანხმებული ჯგუფის ორგანიზებულობის ნაწილი არ მაქვსო. თუმცა საქართველოს სისხლისამართლის კოდექსი 225 მუხლი, ასევე 226 მუხლისთვის აუცილებელია ორგანიზებულობა, იმიტომ რომ ორგანიზებული დანაშაულს წარმოადგენს. თუ კი ჩვენ 225 მუხლში მოსამართლემ რაც იმჟელა პირველი ინსტანციის სასამართლომ რომ არ მაქვს ორგანიზების კრიტერიუმი და კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანი ელემენტები, ეს როგორ შეიძლება ყოფილიყო 226 მუხლთან გადაკვალიფიცირების ნაწილში. ორგანიზებული დანაშაულია თავისთავად და რა თქმა უნდა არც რამდენიმე დღით ადრე შეკავშირება არის გამოკვეთილი მტკიცებულებები და სასამართლომ ეს თქვა, რომ გამოკვეული მტკიცებულებებითო ვერ დგინდება რომ ამ პირებსო ქონდეთო შეთანხმებული ურთიერთობა. რამდენ სიტუალისწინებდა ის მუხლი რითიც იყო თავდაპირველად წარდგენილი? 6-9 წლამდე. ახლა ვეფხია კასრაძეს, ასევე ვასილ კაძელაშვილს და ზვიად ცეცხლაძეს 2.5 წელი მისჯილი და სააპელაციომ ეს დატოვა ძალაში. ესე იგი გადააკვალიფიცირა, ასე მოხდა, ხო? და 2.5 მიუსაჯა. ეს ამის პოლიტიკური ნაწილი კიდევ რას როგორ ჟონგლიორობს, ასე ვთქვათ, რეჟიმი ამ სასჯელის ზომებთან დაკავშირებით, ეს კიდევ ცალკე საკითხია, მაგრამ მაშინ რა აქვს წარდგა? მაშინ რა შეადანაშაულებენ ამ ადამიანებს, ხო? ის თავდაპირველი რაც იყო, ის არ არის. რა თქმა უნდა, ორგანიზების ნაწილი გამორიცხა სასამართლომ, პირველი ინსტანციის სასამართლომ, მაგრამ ოდესაც სასჯელი დანიშნა მოსამართლემ და 2 წელი და 6 თვე განუსაზღვრა ვეფხია კასრაძეს, ცეცხლაძეს და კაძელაშვილს, გამოკვეთა რომ ეს ადამიანები არიან ორგანიზატორები. ანუ საქმე გვაქვს ორგანიზებული ჯგუფი არ არსებობს, მაგრამ ჯგუფის ორგანიზატორობისთვის 2 წელი და 6 თვე სასჯელის სახით განსაზღვრა სასამართლომ ამ ნაწილში. მოსამართლემ ხო ეს გადაწყვეტილება გამოაცხადა რა? ესე იგი თუ ეს მტკიცებულება მოგაქვს და გვეუბნები თავდაპირველად რომ ასეთი ამბავია, აი ასეთი სასტიკი წყალებში დანაშაული ხდება აქ და ჩვენ ვიცით რომ სასამართლო, პროკურატურა ესენი ყველანი შეთანხმებულად მოქმედებენ. რატომ გადააკვალიფიცირა? პოლიტიკური ახსნა აქვს ამას პირველ ინსტანციაში, რაღაცნაირად არ გაიწიეს რისკი რომ უფრო მაღალი მიესაჯათ, მაშინ რაღაცნაირად ესეთი ტენდენცია იყო, ხო? აი მე გადააკვალიფიცირება შემილია მივცი ამას ბატონო, ხო, იმიტომ რომ სამართლებრივ ჭირში რომ ვიმსჯელოთ, ანუ აბსურდული და უსაფუძვლო ეს გადააკვალიფიცირებაც ამ ნაწილში. ერთადერთი ჩვენ შეგვიძლია დავაფუძნოთ აი ამ მტკიცებულებებს, იმ პროცესებს და იმ ესე იგი ფაქტებს, რაც მიიღო სასამართლომ და რაც გადაწყვეტილებაც მიიღო, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ამ შემთხვევაში სასამართლომ თქვა, რომ აი ამ ადამიანებს მაღალ სასჯელს არ ესე იგი შეუფარდებთ, თუმცა კიდევ უფრო აბსურდში გარეთ ეს ადამიანები კიდევ უფრო აბსურდში გადავიყვან, მაგრამ არ გამოუშვებ, თუმცა მე მინდა გითხრათ ბატონო, ხო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სასჯელის დანიშვნის ნაწილი. სასჯელის დანიშვნის ნაწილში ზოგადად როდესაც სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, ითვალისწინებს პირის პიროვნულ მახასიათებლებს, ამ შემთხვევაში მის წარსულ ცხოვრებას, ნასამართლობას და ასე შემდგომ, ხო? და ის გადაკვალიფიცირებული მუხლი, რომელიც 226 მუხლზე გადაკვალიფიცირა სასამართლომ, სასჯელის სახეს ითვალისწინებდა ჯარიმასაც და შემდგომ თავისუფლების აკოთა 3 წლამდე. ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ადმინისტრაციული ჯარიმაც კი, იმ
8 მსჯავრდებულს და მათ შორის ვეფხია კასრაძეს. ვეფხია კასრაძე, რომელიც საქართველოს ერთიანობისთვის იბრძოდა და თავის ჯანმრთელობა გაწირა ქვეყნის ერთიანობისთვის და რომელსაც არანაირი სასამართლოება არ ჰქონდა, სასამართლომ გამოიყენა ყველაზე მკაცრი საშუალება სასჯელის ნაწილში და ეს ადამიანები გაუშვა პატიმრობაში და სწორედ ბოდიშით რო დავამთავრო აზრი და სწორედ ეს მიუთითებს იმას, რომ ეს არის პოლიტიკური დაკვეთა, რომ ეს ადამიანები უნდა ყოფილიყო დასჯილი და ისინი არ უნდა ყოფილიყო. აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ ციხეში ეს რო დაკვეთა. დავასრულეთ პრაქტიკულად, მაგრამ არაფერად შემიძლია არ ვიკითხო. შეწყალების ნაწილში განცხადება გაკეთდა დღეს სასამართლო სხდომაზე, რომ არანაირ შეწყალებას სინდისის პატიმრები არ განიხილავენ, რატომ გახდა ამ განცხადების გაკეთება საჭირო და თქვენი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციიდან გამომდინარე ძალიან მოკლედ გითხარით. კი ბატონო, მე უბრალოდ თავისუფლებას მივცემ, რომ მხოლოდ ვეფხია კასრაძის სახელით ვისაუბრო, თუმცა რა თქმა უნდა ერთიანი პოზიცია აქვს რავე მოსჯავრდებულს, თუმცა ვეფხია კასრაძის სახელით მინდა გითხრათ, რომ ის არაპირებს შეწყალების მიმართვით როგორც პრეზიდენტს მიმართოს და ასევე არც პატრიარქისთვის აპირებს, რომ მიმართოს შეწყალებისთვის, იმიტომ რომ ის ამბობს და ამბობს არა მარტო ამბობს ბატონო ვახო, არამედ დასტურდება, რომ ვეფხია კასრაძე არის უდანაშაულო და ერთადერთი გადაწყვეტილება რაც უნდა იყოს სამართლიანი, უნდა იქნას განთავისუფლებული და გამართლებული. და ამ პოზიციის კიდევ ერთხელ გამოხატვა მიიჩნია საჭიროდ დღევანდელ სხდომაზე, უბრალოდ თქვენ მიიჩნიეთ და ისიც მიიჩნევს საჭიროდ, რომ ეს კიდევ ერთხელ თქვათ. კი ბატონო, ეს არის ცალსახა და მუყევი პოზიცია ბატონო ვეფხია კასრაძეს.